ერთხელ მახსოვს რომ აი ახალი მორწმუნე ვიყავი და ერთმა მქადაგებელმა თქვა რა იოანეს სახარებიდან წაიკითხა მე-17 თავიდან მე-3 მუხლი არ ვიცი ალბათ დაახლოებით 17 წლის ვარ და აი ასეთ რამეს ამბობს ეს მუხლი ესა საუკუნო სიცოცხლე რომ გიცნობნენო შენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას ვინც მოავლინე იესო ქრისტეს და აი მაშინ მივხვდი მე რომ ჩვენ როგორ ვართ ადამიანები მოწყობილნი ისე რომ რაღაცა ისეთი ქადაგებები გვინდა მოვისმინოთ რომელიც ესე ყოველდღიურ ცხოვრებაში გვადგება ხოლმე ხომ მაგრამ აი წლები გავიდა და ბევრად უფრო კარგად გასაგებია ჩემთვის რომ აი ორი ტიპის ქადაგებები არსებობს და ორივე ტიპის ქადაგება აუცილებელია ერთი რომელიც ქრისტიანული წესჩვეულების და ქცევას გვიკორექტირებს ხოლმე სიტყვის მიხედვით და ეს აუცილებლად გვჭირდება მაგრამ არის თემები რომლებიც ღმერთის ბრწყინვალებაზე და ღმერთის დიდებულებაზეა მე მივხვდით ძვირფასებო ხედავთ განსხვავებას საბოლოო ჯამში მაინც ისე ხდება რომ როდესაც ღმერთის დიდებულებას ხედავ მისი სიტყვის მეშვეობით ამას ჩვენ ცხოვრებაზე აქვს ზეგავლენა მაგრამ არის თემები არის ქადაგებები რომლებიც მიმართულია აი ერთი ძირითადი თემის გარშემო და ეს თემა არის ვინ არის ღმერთი და ნახეთ იესო ამბობს ეს არისო საუკუნო სიცოცხლე რომ გიცნობნენო შენ ღმერთს და ჩვენ არა მხოლოდ იმიტომ უნდა ვისმენდეთ ქადაგებებს რომ რაღაცა ზეგავლენა მოახდინოს ჩვენ ცხოვრებაზე და კიდევ ერთხელ აუცილებელია ასეთი თემები და სახარებები სავსე ამ თემით 4-ვე სახარება მოციქულები ამ თემებზე საუბრობდნენ მაგრამ აი პავლეს წერილებს იოანეს წერილს იოანეს სახარებას რომ როგორ იწყება დასაწყისში იყო სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი ხომ როგორია აი ღმერთის ბრწყინვალებაზე ლაპარაკობს ხომ ეს სიტყვა გახდა ხორცი დამკვიდრდა ჩვენ შორის ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაეყუპოს არამედ გქონდეს საუკუნო სიცოცხლე ხომ ასე რომ არის თემები რომლებიც გვეხმარებიან ღმერთის შემეცნებაში და ასეთი თემები მე ძალიან მიყვარს და ჩვენ როდესაც გალატელთა წერილს გავივლით აი იქნება ნაზავი ამ ორი რამის იქნება პერიოდი როდესაც ვილაპარაკებთ ვინ არის ღმერთი ღმერთის ჩანაფიქრი ღმერთის დიდებულება ღმერთის ბრწყინვალება რა თქმა უნდა ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორი ზეგავლენა უნდა გქონდეს ამ ყველაფერს ჩვენ ცხოვრებაზე და წინა შაბათს ვიყავით სად ვიყავით საგურამოში ვიყავით საგურამოს ეკლესიაში და იქ რაღაცნაირად ისე იყო რომ რამოდენიმე თემა მქონდა მომზადებული არ ვიცი რატომ და ესე ვარ ხოლმე ველოდები შინაგან განწყობას რა უნდა იყოს აი იმ მრევლისთვის იმ დროს მისაღები და საჭირო და მახსოვს რა დიდი დრო არ გასულა შაბათიდან მაგრამ სიზარმაცაზე ველაპარაკე და აი წმინდა წერილი მე მაგალითისთვის მინდა მოგიყვანოთ როგორ დეტალებში შედის წმინდა წერილი და ისეთ რაღაცებზეც კი ლაპარაკობს როგორიც მაგალითად სიზარმაცია და რომ არ უნდა გავზარმაცდეთ რომ ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში გვექნება იმის ცდუნება რომ რაღაც აი მოეშვა მოდუნდე მაგრამ ბიბლია ესეთი წიგნია რომ მოციქული პავლე ასეთი თემების გარშემოც კი ელაპარაკებოდა ნახეთ ებრაელთა მე-6 თავის 11-12 მუხლები ნახეთ მოციქული რას ეუბნება მოციქული რა ებრაელთა წერილის ავტორი თუმცა გვწადია რომ ყოველი თქვენთაგანი ბოლომდე ასევე ერთგულებას იჩენდეს იმედის აღსრულებამდე რათა არ გაზარმაცდეთ
არამედ მიბაძოთ მათ, ვინ რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებსო, აღთმევს. როგორი ადგილია, ხომ? აბა ნახეთ რომაელთა 12 თავის 11 მუხლი, გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით, სულით აღინთეთ ემსახურეთო უფალს. აბა ნახეთ 1 თესალონიკელთა 5 თავის 19 მუხლი, სულს ნუ ჩააქრობთ და ჩვენ გამუდმებით უნდა ვინარჩუნებდეთ აი ამ დამოკიდებულებას, რომ აი ამ შემართებას, რომ ერთის მხრივ უნდა ვიმეცნებდეთ ვინ არის ღმერთი და მეორეს მხრივ არასოდეს არ უნდა მოვიკოჭლოთ მის მსახურებაში. ამენ ზურფასებო და ეს ორივე სახის თემა, ორივე სახის თემები აუცილებელია ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისათვის. ზოგჯერ არის რომ აი კათედრიდან ისმის მოძღვრება, დოქტრინა რაღაცა და ამბობ, ой, როდემდე უნდა ვისმინო, მაგრამ უნდა ისმინო, იმიტომ რომ უნდა იცნობდე ღმერთს. ეს არის საუკუნო სიცოცხლე რომ ვიცნობდეთ ღმერთს. მეორეს მხრივ შეიძლება აზრიც კი გაგიჩნდეს, აი როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ქრისტიანულ ჩვევაზე, იქამდე ვიდრე დედამიწაზე ვართ, იმიტომ რომ წმინდა წერილი ლაპარაკობს ქრისტიანულ ქცევაზე, ქრისტიანული ცხოვრების წესზე, ისეთ რაღაცეებზე, თუნდაც როგორიც არის ნუ გაზარმაცდებით. და ამას არ იტყოდა წმინდა წერილი რომ არ ქონდეს იმისი საშიშროება რომ გავზარმაცდეთ. ვიცი რომ თქვენ ეს არასოდეს არ გემართებათ, მე მიმართებ ახლა ჩემზე ვლაპარაკობ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გაგიჩნდეს სრული რომ იცი რა არის იქნება ცოტა ნუ დავისვენებ ახლა როდემდე უნდა ვიგალობო, როდემდე უნდა ვიქადაგო, ან როდემდე უნდა ვიარო აქეთ-იქით, ან როდემდე უნდა დავდიოდე ეკლესიაში. ნახეთ რა შეეუნება ებრაელთა წერილის ავტორი მე-6 მუხლში კიდევ ერთხელ, თუმცა გვწადია რომ ყოველი თქვენთაგანი ბოლომდე ასეთივე ერთგულებას იჩენდეთ იმედის აღსრულებამდე. როდემდე უნდა ვიყო ბეჯითი? ვიდრე იმედი არ აღსრულდება, ვიდრე ბოლომდე არ მივალთ. დიდება უფალი იესო ქრისტეს, მიუღებელია სიზარმაცე, მიუღებელია ისეთი დამოკიდებულება, რომელიც რა არის, აი იქნება ახლა ცოტათი დავისვენო. ერთი ამბობდა ხოლმე, რომ აი ყოველ ზაფხულს არ დადაგებს ერთი წლებში იყო ხუცესი და ზაფხულში არ დადაგებს აცხადებდა ხოლმე ეკლესიაში. 2-3 თვე ეკლესიას უშვებდა ხოლმე. ერთ წელს დაბრუნდა ეკლესია, ხუცესი აღარ მოვიდა. სამუდამო არ დადაგებზე დარჩა. დაისვენა. ჩვენ ზურფასებო ვერ დავისვენებთ ქრისტიანული ცხოვრებისგან. ამენ ზურფასებო. ქრისტიანული ცხოვრება არის ბოლომდე. აი პავლე ისეთ ვიღაცა ვიმენოსე და თუ არ ვცდები ფილეტოსი იყო, ვიღაცა ორნი იყვნენ, მათი რწმენის გემი დაიმსხრაო. პავლე თავის თავზე ამბობს, დავასრულეო სარბიელი და იცდრას ამბობს, რწმენა შევინარჩუნეო. ბოლომდე არ გაზარმაცებულა, ბოლომდე იდგა და ჩვენ ზურფასებო უნდა მამა შემოეცოდა ხოლმე ის თქვა, რომ რითი ვერ დაასრულეთ ამ პატარა წიგნის სიკითხვაო, ვერ ხვდება რამხელა სიმდიდრე არის ახალ აღთქმაში და როგორ შეიძლება კითხულობდე და გამუდმებით ისეთ რაღაცას ხედავდე, ისეთ რაღაცას სწავლობდე, რაც ადრე არ იცოდი. ასე რომ ზურფასებო ჩვენ რატო გავაკეთე ახლა ეს შესავალი, იმიტომ რომ უნდა აღვიჭუროთ იმ აზრით, რომ ერთის მხრივ ეს არის საუკუნო სიცოცხლე რომ გიცნობდე ჩვენ და მეორეს მხრივ მე მჭირდება თემები და ქადაგებები, რომლებიც მომართულია ქრისტიანული ცხოვრების წესზე. ამიტომ არის ისე მოდით ცოტა თეოლოგიურადაც გეტყვი, თეოლოგიურად რა წმინდა წერილის მიხედვით, როგორც აი როდესაც წმინდა წერილში, განსაკუთრებით პავლეს წერილებში შეხვდებით სიტყვას მაშასა და მე, უნდა იცოდეთ, რომ პავლე თეოლოგიიდან გადადის პრაქტიკაზე. ის ლაპარაკობდა თეოლოგიურად, ვინ არის ღმერთი, როგორ, რანაირად ასე, როგორ არის მოწყობილი და შემდეგ ამბობს მაშასა და მე, ამიტომ და იწყებდა ხოლმე პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადასვლას და ეს ორი რამ, განუყოფელი რამ არის ქრისტიანულ ცხოვრებაში. ვიცნობდეთ ღმერთს და ვისწავლოთ ქრისტიანული ცხოვრების წესი. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და ამაში ჩვენ არ უნდა გავზარმაცდეთ. კარგი ზურფასებო, გალატელთა წერილი, გალატელთა მიმართ წერილი. დღეს ჩვენ ერთი თავი უნდა გავიაროთ, მთელ თავს არ წავიკითხავთ, ჩვენ ნაწილ-ნაწილ გავუვლით და ნაწილ-ნაწილ წავიკითხავთ ჩვენ მუხლებს, რა უნდა ვიცოდეთ გალატელთა წერილის
გარშემო. აი, ვიწყებთ ახლა თეოლოგიას. გალატელთა წერილები, პავლე მოციქულის წერილები, აი მაგალითად კორინთელთა მიმართ წერილი ან ეფესელთა მიმართ წერილი, მიმართული იყო ერთი ქალაქის მიმართ. გალატელთა წერილი ამით განსხვავდება ძვირფასებო სხვა წერილებისაგან, იმიტომ რომ გალატია იყო რეგიონი. და ერთ ეკლესიას არ წერს, ის წერს რამოდენიმე ეკლესიას. იმ ეკლესიებს, რომლებიც მან თავისი პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოაყალიბა. ისეთ ქალაქებში როგორც იყო მაგალითად დერბე, ლისტრა, იკონია, ეს ქალაქებია, სადაც პავლე მოციქული ჩავიდა და გალატიაში იყო ეს ეკლესიები. გალატია იყო რეგიონი, სადაც დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიიდან მაშინ გალები იყვნენ ჩამოსახლებულები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთის დასავლეთი ნაწილის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ასევე ორად იყო გაყოფილი. პავლეს დაარსებული ეკლესიები ძირითადად იყო სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიის, სადაც გალები ცხოვრობდნენ და რა თქმა უნდა, რომის პროვინცია იყო, მაგრამ გალატიად იწოდებოდა, იმიტომ რომ გალიდან ჩამოსახლებული ეს გალი არა დღეს რო გვაქვს. მაშინდელი დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორია. ისე ასტერიქსი და ობელიქსი ვისაც გაგახსენდათ ხომ? გალებს რო ვერ უგებენ ბრძოლას. დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორია და იქიდან ჩამოსახლებულები. და გალატიაში ჩავიდა პავლე მოციქული, დაარსა ეკლესიები და ეს ეკლესიები ძვირფასია მისთვის. თუ არ ვცდები, ასე ამბობენ მკვლევარები, რომ პავლეს წერილი გალატელთა მიმართ წერილი უნდა დაეწერა თავის მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს. საინტერესოა ეს ფაქტები თუ არა? ხომ მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ზოგი ამბობს კორინთიდან დაწერა, ზოგი ამბობს ეფესოდან დაწერა, უცნობია საიდან წერს. ერთი რამე არის აშკარა, რომ წერილი არის პავლე მოციქულის, იმიტომ რომ ასე იწყებს პავლე თავის წერილს. პავლე მოციქული არა კაცთაგან და არა კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც ყუდრეთით აღადგინა იგი და ჩემთან მყოფი ყველა ძმა გალატიის ეკლესიებს, ამის მერე როცა წაიკითხავთ, გეცოდინებათ, შეიძლება ზოგმა იცოდეთ, ან ბევრმა მაყურებელმა შეიძლება არ იცოდა, რომ ეს რეგიონი იყო და რამოდენიმე ეკლესიას ერთდროულად წერს, ამის მერე რომ წაიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ რამოდენიმე ეკლესიას წერს ერთდროულად გალატიის ეკლესიებს, მადლი თქვენთან და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, რომელმაც თავისი თავი გადასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი წუთისოფლისაგან ჩვენი მამა ღმერთის ნებით, რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ეხლა ვისაც მახვილი თვალი არ აქვს, ავინც გარკვეული არ არის პავლე მოციქულის წერილებში კარგად, შეიძლება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამორჩეს. პავლეს ძალიან უყვარდა ხოლმე მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ეკლესიების გამხნევება. და მისალმების შემდეგ, აი გამუდმებით რაღაცა ისეთ ეუბნებოდა, რაც ეკლესიას აისე აშენებდა, ამხნევებდა, მაგალითისთვის რომაელთა პირველი თავის მერვე მუხლი. პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეოხებით ყველა თქვენგან ისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ მსოფლიოში. პავლე ეუბნება რომაელებს, რომ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა თქვენი რწმენა და ამის გამო ვმადლობ ღმერთს. პირველი კორინთელთა მიმართ წერილი. კორინთელთა მიმართ პირველი წერილი უпроსწორად. პირველი თავის 4-5 მუხლები. მარადის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, ღვთის მადლისათვის, რომელიც გებოძა თქვენ ქრისტე იესოში, იმიტომ რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი ყოველგვარი სიტყვითა და ყოველგვარი ცოდნით. ხედავთ, პავლე ესალმება და მერე ამხნევებს. ეუბნება, ხალხო, ვამაყობ თქვენით. ისე საინტერესოა ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე. ნეტავ როგორი იქნებოდა პავლეს რომ მოეწერა ჩვენი ეკლესიისადმი წერილი. ან გამოცხადების წიგნში ხომ იცით 7 ეკლესია რომ არის და იესოს ეპისტოლეებია, ხო? პატარა წერილებია, მაგრამ იესოს მიწერილი წერილებია იმ ეკლესიებისადმი და იესო ელაპარაკება ეკლესიებს.
ეფესოს ეკლესიის ანგელოს მისწერე, ხო ლავდეკიის ეკლესიის ანგელოს მისწერე, ფილადელფიის ეკლესიის ანგელოს მისცა იესოს წერილებია და ფიქრობ ხოლმე ნეტა როგორ იქნებოდა იესოს წერილი ჩვენი ეკლესიის მიმართ. ან როგორ იქნებოდა მოციქულის წერილი. აი ჩამოვიდა, ნახა, წავიდა და მერე ნეტა თუ იამაყებდა იმითი რაც გვაქვს, ხომ? არა და პავლეს უყვარდა იმითი ამაყი, აი ფაქტობრივად ის უფლით ამაყობდა, იმიტომ რომ უფალი არის ყველაფრის წამომწყები პავლე არის ამ სიტყვების ავტორი, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა რას იზავსო? დაასრულებს კიდეც. პავლემ კარგად იცოდა, რომ ყველაფერი რასაც აკეთებდა, ღვთისმადლი აკეთებდა ამ ყველაფერს და ამითი უყვარდა ხოლმე ეკლესიების გამხნევება. და ეუბნებოდა აი კორინთელებს, რომ გამდიდრდითო მასში ყოველივეთი ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით. ნახეთ ეფესელებს რას წერს პირველი თავის 15-16 მუხლები. ამიტომ მეც როცა მოვისმინე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმინდანის მიმართ. იცით ხომ ეკლესიის ისტორია გვასწავლის რომ იოანე, მოციქული იოანე იყო ეფესოს ეკლესიის გარკვეული პერიოდი ხუცესი და ისტორიულად არის ცნობილი რომ ეფესოს ეკლესია სიყვარულს ატარებდა. რატომ იცით? იოანე იყო სიყვარულის მოციქული. მისი ქადაგების ძირითადი თემა იყო პატარა შვილებო, გიყვარდათ ერთმანეთი და მის წერილებს რომ კითხულობთ ხომ? სამი წერილია ხომ? იოანესი. პირველი იოანეს, მეორე, მესამე, სამივე წერილი გაჟღენთილია აი ამ აზრით. გიყვარდათ ერთმანეთი. და ნახეთ ეუბნება ეფესელებს პავლე მოციქული თქვენი რწმენა მოვისმინეო თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმინდანის მიმართ არ უწყვეტო ღვთისადმი მადლობას თქვენთვის გიხსენებთ ჩემს ლოცვებში. თესალონიკელთა მიმართ პირველი წერილი, პირველი თავი 2-3 მუხლი. ვმადლობ ღმერთს მარადის ყველა თქვენგანისათვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმე და სიყვარულის შრომას. და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე თქვენს იმედიან მოთმინებას. ჩამოვაყალიბეთ ხომ აზრი? პავლეს უყვარს აი ასე დაწყება თავისი წერილების. გესალმებით, რა კარგია რომ ისეთები ხართ როგორებიც ხართ, მიხარია რომ ასეთებ მესმის თქვენი ამბები, ასეთ არაფერს არ წერს გალატიის ეკლესიებს. არც ერთი ეკლესია არ აღმოჩნდა გალატიაში, რომ შეექო პავლე მოციქულს. პავლე ესალმება და მაშინვე ჯოხი. და ეუბნება რომ მე იმდენი რამე მაქვს თქვენთვის სათქმელი, რომ არ გაქებთ ახლა იმ რაღაცეებისათვის, რასაც სხვა ეკლესიებს ვაკებ და აი პირველივე ხუთი მუხლი ძირითადი თემა არის პავლეს უწევდა თავისი მოციქულობის დაცვა. საინტერესოა რა ძვირფასება. კაცი რომელმაც დაარსა ეკლესიები, ახლა უწევს გალატელებს თავიდან ის აუხსნას რომ მე მოციქული ვარ. და აი ამიტომ არის რომ პავლე აი ასეთი სიტყვებით იწყებს თავის ეპისტოლეს და ამბობს პავლე მოციქული არა კაცთაგან და არა კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც ყურეთით აღადგინა იგი. ერთი რამ მინდა იცოდეთ ძვირფასებო. ამ წიგნის მთავარი თემა არის მადლი და რწმენა. მადლი და რწმენა მთავარი თემა. და პავლე მოციქული ძალიან ხშირად ლაპარაკობს რჯულზე და რწმენაზე. უпроსორად რომ გითხრათ, სიტყვა რჯულს 32 ჯერ ახსენებს ამ წერილში და სიტყვა რწმენას 21 ჯერ. ანუ მთელი წერილი არის მადლზე და რწმენაზე და კონტრასტი რჯულსა და რწმენასა და მადლს შორის. ეხლა რატომ უწევდა პავლე მოციქულს ამის გაკეთება? მინდა რომ ცოტა წავსულიყო, მაგრამ მაინც რამოდენიმე რამ მინდა გითხრათ გარემოებაზე. იყვნენ იერუსალიმის ეკლესიაში ადამიანები, რომლებიც პავლეს კვალ და კვალ დაძდევდნენ. ეს ერთ-ერთი თეოლოგი მოიხსენებს ამ ადამიანებს როგორც პარაზიტებს.
აი არიან ადამიანები, რომლებიც დადიან და ეკლესიებს აარსებენ. და ეკლესიებში შრომობენ, ეკლესიებს აშენებენ და ასე შემდეგ. არიან ადამიანები, რომლებიც სხვის შრომაში შედიან გამუდმებით. და სხვის შრომაზე უნდათ, რომ სხვის შრომით უნდათ, რომ ისარგებლონ. სიტყვა პარაზიტის განმარტება რამდენმა იცით? პარაზიტი. პარაზიტი აი ზრდილობიან ფორმებში რომ ზრდილობის ჩარჩოებში რომ მოვაქციოთ. პარაზიტი სხეულისგან იკვებება და არაფერს სარგებელს არ აძლევს სხეულს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ბევრი ადამიანი გვისმენს ხოლმე შემდეგ ინტერნეტით. პარაზიტი არის არსება, რომელიც სხეულიდან იკვებება და არაფერს სარგებელს არ აძლევს სხეულს. და იყვნენ პავლეს პერიოდში პარაზიტები, რომლებიც პავლეს დაყვებოდნენ ფეხ-და-ფეხ. და ვინები იყვნენ ეს ადამიანები? ეს ადამიანები იყვნენ ეგრეთ წოდებული მასწავლებლები და ჩვენ, როდესაც გავვლით ამ წიგნს, ნახავთ, როგორ არის გაბრაზებული პავლე ამ ადამიანებზე. ისე რომ, აი ისეთ სიტყვასაც კი, ისეთ წინადადებასაც კი ამობს, აი ანგელოზეც რომ ჩამოვიდესო ციდან და გახაროთ ვარა ის, რაც მე გახარეთ, იყოსო წეული და სიტყვა ანათემას იყენებს. სიტყვა ანათემა იყო ეკვივალენტი სიტყვა დარისხებულისა ძველ აღთქმაში. აი წევლას გადაცემული, სამუდამო წევლას გადაცემული. და პავლე ისია გაბრაზებული ადამიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ და მოყვებოდნენ პავლეს ფეხ-და-ფეხ და პავლე რო წავიდოდა, თუ გაიხსენებთ, პავლე ამბობდა ეფეს ხუცესებს ეუნება, ეფესელ ხუცესებს, ვიციო რომ წავალო და მოუნენო ულმობელი მგლები, ხომ? და ეს ადამიანები პავლეს დაყვებოდნენ ფეხ-და-ფეხ. და პავლე ზუსტად ამ ადამიანების წინააღმდეგ წერს ამ ეპისტოლეს და გალატელებს ეუბნება ვინ მოგაჯადოვათ. აი როგორ კარგად დაიწყეთ. და ახლა ისევ ჯულში ხარ თუ გადავარდნილები. ვინები იყვნენ ეს ადამიანები? ეს ადამიანები იყვნენ იუდეველი მასწავლებლები. ხშირად ისინი იერუსალიმიდან ჩამოდიოდნენ და ეს ჩანს იმ ქარაგმაში, რომელზეც პავლე მოციქულის შემდეგ მოგვიანებით გალატელთა წერილში უფრო ესე ფართოდ ლაპარაკობს და ჩვენ ამ ქარაგმასაც გავევლით. იერუსალიმიდან ჩამოსული მასწავლებლები, რომლებსაც ბევრი არ გაეგოთ არაფერი რწმენის შესახებ. დღეს ჩვენ როგორი დიდი პატივი გვაქვს ახალი აღთქმის წიგნი. და ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ 4 სახარება, საქმე მოციქულთა წერილები, გამოცხადების წიგნი და შეგვიძლია გქონდეს ჩამოყალიბებული ღვთისმეტყველება. თან რამდენი რამ დაწერილა. პირველ ეკლესიას ეს ფუფუნება არ ქონდა. მათთვის წმინდა წერილი იყო ძველი აღთქმა, ქონდათ გადმოცემებით იესოს ამბები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები და ქონდა წერილები, რომლებიც მოციქულების მიერ იყო დაწერილი, მაგრამ ეს წერილები მაშინ არ ითვლებოდა წმინდა წერილად. იცით ხომ, მეოთხე საუკუნედან გვაქვს ჩვენ ახალი აღთქმა, როგორც ერთმთლიანი დასრულებული წმინდა წერილი. მაგრამ იქამდე ხომ მაშინდელი წმინდა წერილი არის ძველი აღთქმა და იციან ბევრი რამე იესოს მადლის შესახებ. და პავლე მოციქული აი რატომ არის ასეთი გამორჩეული და ძლიერი მოციქულთა შორის, იმიტომ რომ პავლე ამბობს რომ სახარება, რომელიც მე მივიღე, პირველ თავში ლაპარაკობს ამას გალატელების მიმართ წერილში. სახარება მივიღე პირდაპირ უფლისაგან. წარმოგიდგენიათ? პავლესთვის არავის არ მიუწია დაწერილი სახარება. პავლემ უფლისაგან მიიღო სახარება, მაგრამ ნახეთ როგორი თავმდაბალია პავლე. პავლე ადის იერუსალიმში მოციქულებთან და ამოწმებს მათთან. განაჭირდებოდა შემოწმება. ეხლა უფლისაგან ქონდა მიღებული, მაგრამ ამოწმებს ის სახარება, რომელსაც მოციქულები ქადაგებდნენ. ეს ის სახარება იყო თუ არა? ნახეთ ძვირფასებო, ეკლესიაში დღეს როგორ არის ხოლმე? ვიღაცა რაღაც ახალს გაიგებს და თავი გონი ესეთი გამოჩენილი, რომ ლამის არის ეკლესია, არ არის მისი ღირსი, ხომ? მაგრამ ნახეთ პავლეს თავმდაბლობა. პავლე უფლისაგან ღებულობს სახარებას და მიდის და მოციქულებთან ამოწმებს და ამბობს, რომ ამაოდ ხო არ დავრბოდი.
და ის სახარება, რომელსაც ის უფლისგებულობს, რა თქმა უნდა, იგივე სახარება იყო, რასაც მოციქულები ქადაგებდნენ და პავლე ამას მადლის სახარებას ეძახის. სახარება, რომელიც პირდაპირ ლაპარაკობს იმაზე, რომ გადარჩენა არის მადლით, რწმენის მეშვეობით, რჯულის საქმეებისაგან დამოუკიდებლად. გადარჩენა არის მადლით, რწმენის მეშვეობით, რჯულის საქმეებისაგან დამოუკიდებლად. მაგრამ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც პავლეს დასდევდნენ კვალ და რას ასწავლიდნენ ისინი? რას ასწავლიდნენ ისინი? ისინი ჩავიდოდნენ ეკლესიაში, ჩავიდნენ გალატიის ეკლესიებში და ეუბნებოდნენ, რომ იცი რა არის, იქამდე ვიდრე ქრისტიანი გახდები, ჯერ ებრაელი უნდა გახდე. ხომ საინტერესოა ძვირფასებო. და იმისათვის რომ ებრაელი გახდე, წინა დაცვეთა უნდა გაიარო. გზა ქრისტემდე გადისო ებრაელობაზე. და ისინი აიძულებდნენ მორწმუნეებს, რომ წინა დაეცვითათ და რჯულის დაცვის მეშვეობით მიეღწიათ იესო ქრისტეს მადლამდე. გამიგეთ ძვირფასებო? ხვდებით? პავლე ამბობს, სული დაიწყე და ხორცით ამთავრებთ. მესამე თავში ეუბნება პავლე მოციქული, როგორ მიიღეთო სული? რჯულით თუ რწმენით? გამიგეთ ძვირფასებო? არ ვიცი წვდები თუ არა ამ კითხვის არსს და სიღრმეს. ანუ რო გადარჩით? რჯულის დაცვით გადარჩით თუ რწმენის მოსმენით? ჯერ რწმენა მოვიდა. ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ იაკობზე და ჩვენ ბალანსი აუცილებლად ვილაპარაკებთ. პავლე მადლზე ლაპარაკობდა მადლით გადარჩენაზე. იაკობი ლაპარაკობდა რწმენა საქმეების გარეშე არის მკვდარი. ისე სხვადასხვა მარტინ ლუთერს, დიდი რეფორმატორი მარტინ ლუთერი, გალატელთა წერილზე ამბობდა, რომ ჩემი ცოლივით არისო, ისე მიყვარს როგორც ჩემი ცოლი. ყველგან ატარებდა გალატელთა წერილს. იმდენად უყვარდა, გახსოვთ ხომ ლუთერის ისტორია. გამოცხადება მიიღო, მართალი იცოცხლებს რწმენით. მასაც ისიც ძალიან ბევრ რიტუალს გადიოდა იმისთვის, რომ რაღაცნაირად მადლი მიეღო გადარჩენისათვის და იცით ხომ, მაშინდელი რა დღემდე ასე არის ტრადიციულ ქრისტიანობაში, რომ სიწმინდეებიდან გადმოდის მადლი. რაც უფრო მეტ სიწმინდეს ეზიარები, მით უფრო მეტი მადლი გაქვს. და ამ მადლს აგროვებ. და კათოლიკები ასწავლიდნენ მაშინ, ახლა ეს ინდულგენციები და ეს ყველაფერი აღარ გავევლი, იცით ბევრმა თქვენთაგან, მაგრამ ერთი რამ მქონათ კიდე. რომში ჩასვლა იყო ძალიან დიდი მადლი. და რომში წმინდანების ნაწილებთან შეხება დიდი მადლი იყო და იქ დაწესებული წესები ჰქონდათ. იქ მუხლებით სადუნაევლოთ რომ რაღაცა მადლი დაეგროვებინათ და და რელიგია გამუდმებით გეტყვის, რომ იმისათვის რომ გადარჩენა მიიღო, რაღაცეები უნდა აკეთო და რაღაც მადლს უნდა ეზიარო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ პავლე მოციქულის წერილებში პირდაპირ და თვალნათელია ეს აზრი, რომ გადარჩენა არის საჩუქარი. ჩვენ ქართულ ბიბლიებში ნათარგმნი გვაქვს ნიჭი. ნიჭი არის ეს სიტყვა არის საჩუქარი. ღმერთი საჩუქრად გვაძლევს გადარჩენას და შემდეგ მოყვება ამას იაკობის წერილი, რომ მასმენ რაც გადარჩენა მიიღე და ახალ ბუნებას ეზიარე ღმერთის ბუნებას, შენი ნაყოფი არის სიწმინდე. სიწმინდე კი არ გადამარჩენს. გადარჩენილი ვცხოვრობ წმინდა ცხოვრებით. ამენ ძვირფასებო. იმიტომ რომ შეუძლებელია ჩემი საქმეებით, ამიტომ სვავდა პავლე მოციქული კითხვას, რჯულის საქმეებით გამართლდით თუ მადლით? გამიგეთ ძვირფასებო? გადარჩენა არის საჩუქარი ღმერთისაგან. სიწმინდე ჩვენი ნაყოფია. დიდება უფალი იესოს. ხშირად არის ხოლმე კითხვა სვავენ ადამიანები, საიდან ვიცი რომ გადარჩენილი ვარ? გადარჩენილ ადამიანს აქვს ახალი ბუნება და ეს ბუნება არის ღვთიური ბუნება. ჩვენ აღარა ვართ ცოდვილები. ჩვენ ვართ გადარჩენილები, გამართლებულები იესო ქრისტეს მეშვეობით. შენ თავს აღარ უნდა უყურო როგორც ცოდვილს. მეთევზეს რატომ გვეცით მეთევზე? იმიტომ რომ თევზაობს.
გეხმარებათ რასაც ვლაპარაკობ. რატომ ქვია ფეხბურთელს ფეხბურთელი? იმიტომ რომ ფეხბურთს თამაშობს. რატომ ქვია იცით ცოდვილს ცოდვილი? იმიტომ რომ სოდავს. მართალს რატომ ქვია იცით მართალი? იმიტომ რომ გამართლებულია იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ ამობდა მოციქული პავლე კორინთელებს ეუბნება ის ვინც ქრისტეშია ახალი ქმნილება ძველმა განულო ახლა ყოველივე ახალია. და როდესაც კითხულობენ ხოლმე საიდან ვიცი რომ გადარჩენილი ვარ? ნამდვილ გადარჩენილ ადამიანს აქვს ერთი უტყუარი თვისება. და ეს თვისება არის თავისი ცხოვრებით აამოს ღმერთს. მისი საქმეები არის სიმართლის საქმეები. ეს იმას არ ნიშნავს რომ აღარ მოგდის შეცდომა, წაქცევა ან ცოდვაში ჩავარდა, მაგრამ აი შემდეგი წინადადება მინდა კარგად დაიმახსოვროთ. ცოდვა აღარ არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. სიწმინდეა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. მაღლიდან შობილ ადამიანს არ შეუძლია ცოდვაში ცხოვრება, ცოდვაში დარჩენა, ცოდვაში ამიტომ ამობდა იოანე რომ მაღლიდან შობილი ადამიანი არ სცოდავს. იცით როგორი არის გრამატიკულად აწყო განგრძობითი დრო, არ სცოდავს და არ აგრძელებს ცოდვაში ცხოვრებას. და თუ ფეხი წაგვიცდება ხოლმე რაღაცაში ხომ, არა ნორმალური სინანულის გრძნობა გვეუფლება, რომ ამით ჩვენ რაღაცაში არ ვაამეთ ღმერთს. გამიგეთ ძვირფასებო? ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის სიწმინდე. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა აღარ არის ცოდვა. ამიტომ ძვირფასებო პავლე მოციქული ეუბნება გალატელებს რომ ნუ ცდილობთ და ნუ ფიქრობთ იმას რომ რჯულის საქმეებით უნდა გამართლდეთ. აი სული დაიწყეთო, დაივიწყეთ ის რომ უკვე გამართლებულები ხართ და ახლა თქვენი ნაყოფი არის სიწმინდე. ამიტომ არის ჩვენ გადავალთ მე გალატელთა წერილში ხორცის საქმეებზე და სულის ნაყოფზე. პავლე ისე კარგად შეივსება მე ყველაფერი. პავლე არ როგორ გითხრათ, არ ალამაზებდა არაფერს. პავლე დღეს რომ აი პავლესთან დამждარი ყოფი და გელაპარაკა, პავლე გეტყოდა რომ აი მოგისმენდა და გეტყოდა, ცოდვილი ხარ და მონანიება გჭირდება. ან გეტყოდა რომ გადარჩენილი ხარ და ჩემი და ჩემი ძმა ხარ ქრისტე იესოში. არ არსებობს ზრფასებო სხვა გზა. არ არსებობს შუალედური მდგომარეობა. ან გადარჩენილი ხარ, ან დაღუპული. ან სიბნელის შვილი ხარ, ან სინათლის. ან ეშმაკის ხარ, ან ღმერთის. ერთხელ ებრაელები ელაპარაკებიან იესოს და ეუბნებიან, ჩვენი მამაო აბრაამიაო და იესო ეუბნება, თქვენი მამა აბრაამი რომ იყოს, მის საქმეებს გააკეთებდითო. რა საქმეებს? რწმენის საქმეებს. თქვენი მამა ეშმაკიაო. ის კაცის კულელი იყო თავიდან და რატო ეუბნება იცით ამას? იცის რომ მოკლავენ და ხმამაღლა დაიწყებენ იმის ზაღს რომ ჯვარსაცვი და ნახეთ ეშმაკის ბუნების ზიარნი ხართო. გამიგეთ როგორც ადამიანები. მაგრამ ღვთიური ბუნება, სხვანაირი ბუნებაა. არ შეუძლია ღვთიური ბუნების მატარებელი ადამიანი იყო და მოგწონდეს ძალადობა. გამიგეთ ძვირფასებო? არ შეიძლება ღვთიური ბუნების მატარებელი ადამიანი იყო და ცოდვა და უმართლობას რაღაცნაირად ალამაზებდე. არ შეიძლება ქრისტიანი გერქვას და იცოდე რა არის მართალი, რა არის სიმართლე და მაინც უმართლობაში ჩადიოდე. ნიშნულობა არ აქვს ვის საამებლად და რის საამებლად. მართალი უნდა მართლობდეს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ამენ ძვირფასებო. ასე რომ პავლე იწყებს თავის დაცვას. მე მოციქული ვარ. რატომ აკეთებდა პავლე მოციქული ამას? ბევრი რამე უნდა გავიაროთ. რატომ აკეთებდა პავლე ამას? იმისათვის რომ პავლეს უწყება გაეშავებინათ. ჯერ პავლე უნდა გაეშავებინათ. როგორი ადამიანთან მიმართებაში? თუ გინდა რომ ადამიანს არ დაუჯერო, აი მე თუ მინდა რომ შენ დაგაჯერო რომ გიას მაგალითად გამოვიყენებ, რატომ მე ვიქნებ გია თუ მინდა რომ აი ვინმეს წინააღმდეგ განვაწყო გია, ვინმეს საუბრის წინააღმდეგ, ჯერ მის წინააღმდეგ უნდა განვაწყო. ხომ? თუ გინდა რომ ადამიანს არ უსმინონ, ჯერ ადამიანი უნდა გააშავო. და პავლეზე ბევრი მithქმა დადიოდა და ეს ადამიანები, აი სულიერი პარაზიტები, პავლეზე უამრავ ცუდ რამეს ლაპარაკობდნენ. ის მოციქული არ არის,
და პავლე იწყებს იმის ახსნას და აი ზუსტად გალატელებში ეუბნება, ნახეთ, მოდი წავიკითხოთ ძვირფასებაო. მოდით მე-6 მუხლიდან წავიკითხოს, მიკვირს რომ ასე მალე გადაიხარეთ სხვა სახარებისკენ და ფარავთ იმას, წავიკითხავთ იმას, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, სხვა სახარებაზე, იმისაგან, რომელმაც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით, არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. და ეს დამახინჯება ზუსტად იმაში მდგომარეობდა, რომ ქრისტემდე მიმოვალი გზა ებრაელობაზე გადის. თუ გინდა რომ ჯერ ქრისტიანი გახდე, ჯერ ებრაელი უნდა გახდე. გაიხსენეთ ძვირფასებო, პავლეს ტიტე ყავს წაყვანილი იერუსალიმში. გახსოვთ პავლე რას ამბობს ტიტეზე? ტიტეო იმის და მივხვდეთ რომ ბერძენია იყო, არ აიძულებს რომ წინა დაეცვითაოთო. გახსოვთ? იმიტომ რომ იყვნენ იერუსალიმში მოციქულები, რომლებმაც იცოდნენ მადლის ფასი და იცოდნენ რომ გადარჩენ ჩვენ წარმართები ხომ შევედით ქრისტეს მადლში ზუსტად ისევე როგორც ებრაელები. Ღმერთს ეხლა ყავს ერთი თავისი ხალხი, დიდება უფალი იესო ქრისტეს. ამენ ძვირფასებო. პავლე ამბობდა იმას რომ იცი რა არის, არ დაგავიწყდეს რომ შენ დაემყენიო. გახსოვთ რომაელებში ლაპარაკობს ამის შესახებ. ნუ იან პარტავნებო ეხლა იყო მეორე უკიდურესობა, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ იცი რა არის, ებრაელები არავინ და არაფერი არ არიან და პავლე ამაზაც ეუბნებოდა, რომ არ დაგავიწყდეთ რომ სახარება მათგან მოვიდა. რომ პატივი ეცით იმ ადამიანებს, რომლებიც ხომ იერუსალიმში არიან და ებრაელები არიან, ხედავთ ორ უკიდურესობას, ერთი უკიდურესობა იყო ის, რომ ებრაელი უნდა გახდე რომ გადარჩე და მეორე უკიდურესობა იყო ის, რომ იცი რა არის, ჩვენ ახლა ისეთი ხალხი ვართ, რომ ებრაელები არავინ არ არიან. არა, სახარება მათგან მოგვეცა. ამენ ძვირფასებო. მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ებრაელები უნდა გამختარიყავით იმისთვის, რომ მორწმუნეები წინათ დაცვეთა უნდა მიგვეღო იმისათვის, რომ ქრისტიანები გამختარიყავით. გამიგეთ ძვირფასებო, ღმერთს ერთიერი ყავს. აი, რისი თქმა მინდა ამ ყველაფერს ძვირფასებო. ებრაელს ისევე ჭირდება გადარჩენა, როგორც წარმართს. ებრაელი ვერ გადარჩება, იმიტომ რომ ებრაელია. ებრაელი რომ არის, მასაც ჭირდება იესო ქრისტეს სახარება. და წარმართი ხომ ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ებრაული საზოგადოების წევრები, ჩვენც მოგვეცა ღია კარები იესო ქრისტეს მადლის მეშვეობით, რომ პირდაპირ ქონოდა მის სადგომი იესო ქრისტესთან, მის მადლთან, მის აღთქმასთან ყოველგვარი შუამავლის გარეშე. გამიგეთ ძვირფასებო? და პავლე ეუბნება ამას, სხვა სახარება არ არსებობს. და არიან ადამიანები, რომლებიც ამახინჯებენ სახარებას, მაგრამ თუნდაც ჩვენ ანგელოზ მაზეციდან გახაროთ, არა ის რაც ჩვენ რასაც გახარებდით, შეჩვენებული იყოს. როგორც უკვე ვთქვი, ახლა კლავაც ვამბობ, თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს. ახლა ადამიანებს ვარწმუნებ თუ ღმერთს. ან იქნება ვცდილობ ადამიანებს ვაამო, აქამდე ისევ ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი. და ნახეთ რას ეუბნება მე-11 მუხლიდან. ხოლო გაუწყებ თქვენ ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებდი, არ არის ადამიანური. ვინაიდან მეც არ მიმიღია და არ მისწავლე იგი ადამიანისაგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. რადგან გსმენიათ თქვენ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდეველობაში, რომ მე სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდიო მას. აღვემატებოდი იუდეველობაში მრავალ ჩემს სტოლს და ამას ეცეთ ძვირფასებო რატო ამბობს? მე-10 მუხლის გამო. მე-10 მუხლში მოციქული პავლე ამბობს, ახლა ადამიანებს ვარწმუნებ თუ ღმერთს, ან იქნება ვცდილობ ადამიანებს ვაამო. პავლე ამბობს, აი ადამიანი მე მერჩივნა რომ ადამიანების მაამებელი ყოფილიყავი და აი იერუსალიმში ეკლესიაში. იცით რატომ იერუსალიმის ეკლესია ითვლებოდა როგორც დედა ეკლესია? იმიტომ რომ იქიდან წამოვიდა სიტყვა. და პავლე ამბობს, რომ მე იმითი, რასაც თქვენ გეუნებით, სახელს ვიფუჭებ იერუსალიმის ეკლესიაში. არა და მეც მერჩივნა რომ ადამიანთა მაამებელი ყოფილიყავი, მაგრამ პავლე ამბობს, მაშინ ღმერთს ვეღარ ვაამებდიო. პავლე შეეძლო ისეთი მდგომარეობაში ყოფილიყო, რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური, მაგრამ მადლს გააუფასურებდა პავლე. ასეთი რომ ყოფილიყო. მომყვებით ძვირფასებო აზრებში.
პავლე იყო ძალიან მკაცრი. პავლე ამბობდა გადარჩენა არის მადლით. გადარჩენა არის საჩუქარი. ეს ღმერთისგან გვაქვს და არ გვჭირდება არანაირი შუამავლობა. ეს გადარჩენა მივიღეთ იესო ქრისტესაგან, დიდება უფალი იესო ქრისტეს. ამენ ზურფასებო. ეხლა რატო ამბობს პავლე მოციქული ამ ყველაფერს? გახსოვთ ფილიპელებში საუბრობთ, ფილიპელთა წერილის განხილვა რო გქონდა. იქ ამბობს რომ მე ბენიამინის ტომიდან ვარ, იუდეველი იუდეველთა. გახსოვთ ეს გაკვეთილი რომ გავიარეთ. იმდენ ჩამონათვალს აკეთებს პავლე. პავლე ამბობს რომ თუ ვინმე შეუძლია დაიტრაბახოს, მე შემიძლია დავიტრაბახო. იმიტომ რომ იუდეველთა შორის იუდეველი, იცით რას ნიშნავდა? ჩემი წინაპრები რომ ნახოთო, ვერ ნახავთ იქ სხვა სისხლს. ნამდვილი ებრაელი ვარ. ბენიამინის ტომისგან. გახსოვთ აბა ის გაკვეთილი ვის გახსოვთ რატომ ამბობდა ბენიამინის ტომს? პირველი მეფე საული საიდან იყო? ბენიამინის ტომიდან და ითვლებოდა როგორც აი სათავადო ტომი, რადგან პირველი მეფე გამოვიდა და მე დღემდე ასე ითვლება ებრაელობაში, რომ ბენიამინის ტომი არის რაღაცა უპირატესი ტომია, იმიტომ რომ პირველი მეფე ბენიამინის ტომიდან იყო და მე აი სათავადო ტომიდან ვარ, ასე რო თქვას ვიღაცამ, რომ აი თავადები ბაგრატიონის შთამომავლობიდან ვარო, ხომ? მეფე იქიდან იყო ბენიამინის ტომიდან. და პავლე ამბობს, არაფრად მივიჩნიო ეს ყველაფერი. იცით ვის ფეხებთან იყო აღზრდილი? პავლე ამბობს, გამალიელი, ხომ? იცით ზურფასებო, აი დღეს ნუ მაინც ვერ ავწდი რამ ისტორიულ რაღაცებს. იცით გამალიელი ვინ იყო ზურფასებო? გამალielis პაპა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაბინი, თორემ რაბინ ჰალელად იწოდებოდა. ყველაზე დიდი რაბინი იყო ებრაელების ისტორიაში. გამალიელი იმდენად დიდი რაბინი იყო, რომ რჯულის მშვენება დაარქვეს მას. რჯულის მშვენება. გამალიელს. ისეთი მასწავლებელი იყო გამალიელი, რომ რჯულის მშვენებად იწოდებოდა. ისტორიკოსები ამბობენ, როდესაც ის ლაპარაკობდა და ასწავლიდა, ხომ, ადამიანები პირდაღებულები უსმენდნენ. და გამალიელს ბევრი რამ ქონდა დაწერილი ქრისტიანების წინააღმდეგ და მოწამლული ყავდა პატარა პავლე, რომელიც მის ფეხებსთან იზრდებოდა. საქმე მოციქულთას რომ კითხულობთ, გეხმარება ძირფასება ეს ისტორიული გარემოებაც. პავლე საქმე მოციქულთა წიგნს რომ კითხულობთ, პავლე რომ დამასკოში მიდის და გახსოვთ რას ამბობს? იერუსალიმში ავედი, მღვდელმთავრობის გამოვართვით წერილები, მიდის დამასკოში, რომ ებრაელები, რომლებიც გაქრისტიანდნენ, ბორკილებ დადებულები აიყვანოს იერუსალიმში და სახალხოდ დასაჯონ. ვერ მივართვეს, ხომ? გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე, პავლე აღწერს, რომ დიდი სინათლე იხილა, ისე რომ დაბრმავდა ამ სინათლით და ელაპარაკა უფალი იესო ქრისტე, საულე, საულე, რათ მდევნი მე? და ეს სინათლე იმდენად დიდებულია, პავლე გახსოვთ რა სიტყვებს იყენებს, არ უნდა გამოეყენებინა ეს სიტყვები, ვინ ხარ შენ უფალო? გამალielis ფეხებთან არის აღზრდილი. იცის რომ უფალი არავის არ უნდა უწოდოს გარდა მამა ღმერთისა. მაგრამ იმდენად დიდებულია ეს ყველა, ვინ ხარ შენ უფალო? და გახსოვთ მეორე კითხვა რა ქონდა, რას მიბრძანებ რომ გავაკეთო? აი ყოველ ქრისტიანს უნდა ქონდეს ეს ორი კითხვა, ვინ ხარ და რას მიბრძანებ რომ გავაკეთო? დიდება უფალი იესო ქრისტეს, ხო? და პავლე იმდენად შთაგონებული ამ ყველაფრით, რომ იმდენად დიდებული იყო ეს გამოცხადება. აბა გაიხსენეთ იქამდე სტეფანეს რო ქოლავენ. რა წერია? პავლე იდგა და რაშრებოდა, იწონებდა. პავლე, მე მინდა რომ კარგად ნახოთ. პავლე იმდენად არის რჯულით მოშურნე. იმდენად უყვარს რჯული, წინა დაცვეთა. თავისი მასწავლებელი გამალიელი რჯულის მშვენება. იმდენად არის ებრაელთა შორის ებრაელი, რომ ესენი, რომლებიც პავლეს დაყვებიან და მერე ვიღაცებს წინა დაცვეთას ასწავლიან და მერჯულეობას ასწავლიან და ჩემთვის აღმოჩენა იყო, დღესაც არის მოძღვრება შემოსული, თორიზმი ქვია. დღესაც უნდათ რომ ქრისტიანობაში იუდეველური ელემენტები შემოიტანონ და თორიზმად არის წოდებული. ქრისტიანი ებრაული სოფხედულობის მატარებლები და დღესაც უნდათ რომ აი ესეთი ის შაბათის დაცვა, ეს ახალი არ არის, ამას თორიზმი ქვია და ერესია. ებრაული ელემენტების შემოტანა ქრისტიანულ პავლეს მინდა რომ შეხედოთ. ესენი ვერც მოვლენ პავლესთან ახლოს. და პავლე ამბობს, მე თუ მოვინდონები ადამიანთა
რომ ადამიანების მესია მოუნებინა, აი იერუსალიმში ვიღაცებისთვის, ხომ? რა შემიშლიდა ხელს, მაგრამ ღმერთის მოამე ვეღარ ვიქნებოდიო, მოციქული პავლე ამბობს. ხედავთ ძვირფასება. ხედავთ ნახეთ რა შეონება. აღვემატებოდიო მე-14 მუხლიდან იუდეველობაში მრავალ ჩემს ტომში, ვინადან ჩემი მამების გადმოცემების მოშურნე ვიყავი. პავლე ეუბნება გალატელებს, ვინ არიან ისინი? რო ჩამოდიან და ებრაელობაზე გელაპარაკებიან. გინდათ ებრაელობაზე რო გელაპარაკოთ, ჩემზე დიდი არავინ არ არის რომ გელაპარაკოთ. მაგრამ პავლე ფილიპელებში ამბობს, ყოველივე ნაგვად მივიჩნიე. რატომ? იმიტომ რომ მივხვდი, რომ გადარჩენა არის მადლით, რწმენის მეშვეობით და ეს ღმერთის საჩუქარია. არ არის ეს თქვენგან, ეს ღმერთის საჩუქარია. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ამენ ზრფასება. მოდით მე-17 მუხლიდან გავაგზავნოთ. არც იერუსალიმში ავსულ ვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არაბეთში წავედ და კვლავ დავბრუნდიო დამასკოს. მერე 3 წლის შემდეგ ავედი იერუსალიმში. პეტრეს ანახავად და 15 დღე დავყავიო მასთან. სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს გარდა უფლის ძმის იაკობისა. ხოლო რასაც მე თქვენ გწერთ მართალია და არ ვცრუობ ღმერთის წინაშე. ამის შემდეგ წავედიო სირიისა და კილიკიის ქვეყნებში, მაგრამ იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისათვის პირადად არ ვიყავი ცნობილი, მხოლოდ ის გაეგონათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა ახარებს იმ სარწმუნოებას, რა სარწმუნოებას, რომ გადარჩენა არის მადლით, რწმენის მეშვეობით, რომ იესო ქრისტე არის უფალი, რომ იესო ქრისტე საკმარისია. დიდება უფალი იესო ქრისტეს, რომელსაც წინასწარ ებრძოდაო და ადიდებდნენო ღმერთს ჩემს გამო. დიდება უფალი იესოს. რა მეკითხვა ხომ არ გაქვთ პირველი თავის გარშემო? თუ იყო ამომწურავი, ხომ? პავლე იცავს თავის მოციქულობას, პავლე ეუბნება რომ ფრთხილად იყავით. ანგელოზიც რო გამოგეცხადო და გახაროთ სხვა რამე, რასაც მე არ გელაპარაკებოდით, ანათემა შეჩვენებული იყოს. თუ თქვენ გინდათ იუდაიზმზე ლაპარაკი, ჩემზე კარგი მასწავლებელი არ გეყოლებოდათ, მაგრამ ყოველივე ნაგვად მივიჩნიე იმისთვის, რომ ქრისტე შემეძინა. მოდით ერთ მუხლსაც გეტყვით, 2 წუთი დაგვჭირდა და ამით დავასრულებ. პავლე ასეთ ტერმინს იყენებს, რომ ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებო ჩემი სხეულით. ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებ ჩემი სხეულით. განა ქრისტეს დააკლდა ჭირი? არა. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებო ჩემი სხეულით. პავლეც რას ამბობდა ზურფასებო? პავლე ამბობდა, თუ შენ ქრისტიანობა გესმის, თავისი სისრულით, უნდა გახსოვდეს, რომ შენი თავი შენ არ გეკუთვნის. და გალატელებში ვნახავთ ჩვენ ამას, რომ მე ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ვარ. რომ მე კი არა ქრისტე ცხოვრობს ჩემში. და პავლეც რას ამბობდა ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებ ჩემი სხეულით? დღეს რომ მცემენ და მდევნიან, მე კი არ მცემენ და მდევნიან. ქრისტეს მცემენ და მდევნიან, რომელიც ჩემშია. ჩვენ რო გვესმოდეს ზრიფასებო, რას ნიშნავს ქრისტე შენში? მიხვდებოდი, რომ რჯული ქრისტე არ ჯულის დასასრული. რომ ქრისტეში ჩვენ ახალი ქმნილებანი ვართ. დიდება უფალი იესო ქრისტეს. რომ ჩვენ სულის წმინდის ტაძრები ვართ და გადარჩენილი ადამიანები. ამიტომ ამბობდა მოციქული პავლე, ბევრი რამ უფრო თვალნათელი გახდება. განაავიღებ ღმერთის ტაძარს და მეძავს, გახსოვთ პავლე როცა ლაპარაკობდა, როგორ შეიძლება მე თუ მესმის ის რომ ქრისტეს ტაძარი ვარ, როგორ შეიძლება მეძავს შეუერთდე, ხომ? ან რა საერთო აქვს ქრისტეს ტაძარს კერპებთან? ხომ? პავლე ამბობდა გალატელებო, მე მინდა იცოდეთ რომ ქრისტე ცხოვრობს თქვენში, რომ გადარჩენილი ადამიანები ხართ, ახალი ქმნილებანი ხართ ქრისტე იესოში და ნუ გაუბრუნდებით იმას. რჯული იყო მასწავლებელი ქრისტემდე. ქრისტედან ჩვენ ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ. სულ ახალ რამეში. ის რაც საიდუმლო იყო საუკუნეებში დაფარული და გამოგვეცხადა მორწმუნეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ვიცნობთ იესო ქრისტეს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მას ზოგადად რაღაც სიტყვი ატბცდებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
გინდა საიდუმლო გითხრათ? თუ შენ 10 მცნებაზე იტყვი, რომ იცი რა არის? 10 მცნებას იმიტომ ვიცამ, რომ გადავრჩე, დაღუპული ადამიანი ხარ. იმიტომ რომ ერთშიც თუ შეცდი, მთელი რჯულის დამრღვევი ხარ. და პავლე იმასაც ამბობს, რომ წყეულიაო ყველა, ვინც არ აღასრულებს რჯულსო, თუ რჯულის ქვეშ გინდა ყოფნა. მაგრამ ჩვენ მორწმუნეები, როგორ უყურებთ 10 მცნებას? 10 მცნება ღვთისგან ბოცებული უდიდესი საჩუქარია. და ჩვენ 10 მცნებაში ვცხოვრობთ იმის გამო, რომ იესო ქრისტეს სულის მატარებლები ვართ. 10 მცნებით კი არ გადავრჩებით. გადარჩენილები ჩვენ 10 მცნება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ არ კლა, არ მოიპარო, არ ინდომო, ჩვენი განსხვავებას ხედავთ ძვირფასებო? შეიძლება ერთი საიდუმლოს გითხრათ? რჯულის ქვეშ სიწმინდე იყო ადამიანების გარეთ. და ისინი ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად მიეღწიათ რაღაცისთვის. გადარჩენის დროს იესო ქრისტეში, მას მერე რაც ქრისტე შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში, აი ის რაც გარეთ იყო, ის ბუნება, ის კულტურა, ის სიწმინდე მასთან ერთად შემოვიდა ჩვენში და ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. დიდება უფალი იესოს. ძალიან გამიჭირდება ქრისტიანული ცხოვრება თუ არ ვიგინები იმის გამო, რომ ენაზე მაქვს კვილი დაჭერილი. მე იმიტომ არ ვიგინები, რომ ენაზე მაქვს კვილი დაჭერილი. გინება ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, მე იმიტომ კი არ ვქურდობ, რომ იცი რა არის რჯული, ხედავთ სახარება, უფრო თვალნათელი გახდება. იმიტომ კი არა, რომ რჯული მეუნება არ იქურდო. ეს ბოროტმოქმედებისთვის იყო, იმათთვის არის, ვინც ქურდობს რჯული. მაგრამ ჩემთვის, ვინც ახალი ბუნების მატარებელი ვარ, მე არ ვქურდობ, იმიტომ რომ ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. გამიგეძვრფასება. მაღლიდან შობილი ადამიანი სხვა ბუნების, წესჩვეულების და სიცოცხლის მატარებელი ადამიანია. და პავლე ამიტომ ეუბნებოდა გალატელებს, სული დაიწყეთ და ხორცით ამთავრებთო. გამიგეძვრფასება. კარგი, უნდა დავასრულოთ, თორე ვეღარ გავჩერდები. პირველ თავი ჩავასრულეთ, შემდეგ გაკვეთილზე მეორე თავს გავევლით. იმედია არ მოგაბეზრეთ თავი, თუ მოგაბეზრეთ თავი, ესე გააკეთე ხოლმე, გააკეთე. ხუმრობ. უფალი იყოს თქვენ და მოდით წამოვდგეთ ვილოცოთ და დავასრულოთ დღევანდელი გაკვეთილი. ზეციე რომ მამა მადლობა შენი მადლისთვის და წყალობისათვის. უფალო ღრმად შემოდი ჩვენს ცხოვრებაში. მოგეცი უფალო დამოკიდებულება ახალი აღთქმისა, ცხოვრება ახალი აღთქმისა, წესჩვეულება ახალი აღთქმისა უფალო ღმერთო. როგორც შენ თქვი უფალო, ძველ აღთქმაში ამბობდი, რომ მათ გულებზე დავწერო ჩემს რჯულს და ჩვენ უფალო რჯულის გულით მატარებელი ადამიანები ვიქნებოდით. მადლობა შენი სიცოცხლისათვის. მადლობა უფალო ღმერთო, რომ ჩვენ ახალი ქმნილებანი ვართ ქრისტე იესოში. ძველმა განულო, ახლა ყოველივე ახალია და შენი სახელი იყოს ამაღლებული და განდიდებული ჩვენ ცხოვრებაში. დაგვეხმარო რომ ვიქადაგოთ ახალი აღთქმა და შენი სახელი იყოს განდიდებული. აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.